ჩვენ დღეს დუბაიში ისეთ დროს ვიკრიბებით, როდესაც მსოფლიოს კომერციული მარშრუტი არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით იცვლება. გავიაზროთ, რა დაემართა გლობალურ ვაჭრობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდნენ საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას 10 წლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა. ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში. აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია, დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა. ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა. ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა. კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, არა ტრანსფორმაციას ეხება, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის თუ როგორ უპასუხებთ მას, როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია. მსოფლიოს არანაკლები ვაჭრობა, უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება, მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია, მას არ სჭირდება მხარის არჩევა, მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება. ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის აუცილებელი პირობაა. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ევროპასთან, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს. სტაბილურ საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს. ნამდვილი სტაბილურობა არა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობაა, არამედ ძლიერი ინსტიტუტების, პროგნოზირებადი პოლიტიკის და მშვიდობისადმი ერთგულების დემონსტრირება. ერთგულების არსებობაც კი რეგიონალური დაძაბულობის პირობებში. პოლარიზაციის ეპოქაში დიპლომატიური შესაძლებლობები არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოლიტიკური და სტრატეგიული განსხვავებების მიღმა, კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების უნარი ეკონომიკურ უპირატესობად იქცა. ამ ინსტიტუციურ და დიპლომატიურ საფუძველს უნდა შეესაბამებოდეს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, მოდერნიზებული მაგისტრალები, პორტები და რკინიგზა, რაც საქონლის არა მხოლოდ სწრაფ, არამედ საიმედო და პროგნოზირებად გადაადგილებას უზრუნველყოფს. საქართველოს მნიშვნელობა მხოლოდ მისი მდებარეობით არ განისაზღვრება, არამედ იმითაც თუ რა გააკეთა მან ამ მდებარეობით. 2021-დან 2025 წლამდე ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ 9.3%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა შენელდა და გაურკვევლობა გაძლიერდა. ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა საქართველოს ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა. ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის და ვაჭრობაზე ორიენტირებულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველოს 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყოვლის მომცველი განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველთვიურად ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8%-ს. დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის. ევროკომისიის საერთო ინტერესების პროექტად შერჩეული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივის მიზანია ევროპის ელექტროსისტემებთან საქართველოს დაკავშირება და ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო ჰაბად ქვეყნის პოზიციონირება. ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტს, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერ მზიდი გემების მისაღებად და
და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლი არამხოლოდ პორტია, ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად. გვჯერა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ამიტომ საქართველოს დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას. ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს. საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს, მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას, რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არამხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმნით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ჩვენზე გადის გზა 2,3 მილიარდ მომხმარებლამდე. მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას, პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას, ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმა, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია. ჩვენი ინსტიტუციური მუშაობა ამგვარ გახსნილობას ასახავს. მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო 4-ში 2025 წლის მონაცემებით კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ მეოთხე. ფრეისერ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25 ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში ნუმბეო საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 20-ში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ინვესტორთა ნდობა იზრდება. Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6,6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტი, ის წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობას მოერგოს გეოპოლიტიკურ რეალობებს. საქართველოს, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს და წარმოადგენს კავკასიის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის 7 ზღვაზე, გასასვლელის არ მქონე ქვეყნისთვის სატრანსპორტო და დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლს მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნეს ლიდერებს. ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში, ისეთების, რომლებიც შეამცირებენ რისკებს, გააფართოებენ შესაძლებლობებს და ფრაგმენტაციას დაძლევენ კავშირების შექმნით. არსებობს დერეფანი, სადაც ტვირთი მონაცემები, ენერგია და კაპიტალი პროგნოზირებად რეჟიმში მოძრაობს კონტინენტებზე, სადაც ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია თანამშრომლობით და არაა პოლიტიკით შეზღუდული და სადაც მშვიდობა არამხოლოდ პრინციპია, არამედ გააზრებული ეკონომიკური სტრატეგიაც. ამ ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გაამყოფი კედლებიდან კი არა, ხიდებიდან იქმნება. დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე ერების სიმდიდრე ამ ხიდების მშენებლებზეა დამოკიდებული. საქართველო მზადაა ერთ-ერთი ასეთი ხიდი თავად იყოს.